ხო мотивაციას რაც შეეხება, ну ზოგადად არ მოყვას ეს ბრძნული გამონათქვამები გამოხტომა და რაღაც, მაგრამ ნიჩეს აქვს ძალიან კაი გამონათქვამი. ვისაც აქვს ბიზნესკენ მიმავალი რატომ ყოველთვის იპოვის როგორც. ანუ თუ იცი რატო აკეთებ რაღაცას და რატო გინდა რომ გააკეთო, ყოველთვის იპოვი როგორ გააკეთო რა. იგივე არის აქ. просто ერთი მთავარი პრობლემა რაც აქვს ხოლმე დარბაზში არის რომ მათი რატომ არის ყოველთვის მოკლევადიანი. და რომ 2 კილო დავიკლო. აი მინდა რომ ქორწილში მიდივარ და იქ კარგად გამოიყურებოდე. და უმეტესწილად ვიწყებენ ხოლმე გაზაფხულზე რომ აი ზაფხულში რო წავალ ზღვაზე მინდა რომ ფოტოებში ლამაზი გამეწვი. ყველაზე ცუდი მიზანი რაც კი შეგიძლია შენ თავს გაუკეთო, იმიტომ რომ იწვალებ ეს 2 თვე თან სტრესით, ოღონდაც ზაფხულში კარგად გამოიყურებოდე და ათაკეთებ იმას რაც არ გინდა. საბოლოო ჯამში ზაფხულში მიხვალ, 2 ფოტოს გადაიღებ და თქვენ ახლა შემო ისე ვიგივე ტანზე ხარ, რაზეც ვიყავი სანამ დაიწყებდი ვარჯიშს. იმიტომ რომ სტრესის ჰორმონს აძლევ უფლებას რომ მთლიანად დაგიპყროს შიმშილობის ხარჯზე დაიკელი რამდენიმე თვით, სანამ ის სტრესის ჰორმონი ისევ მიღებულ საკვებს მუდმივად არ გადააქცევს ცხიმად, იმიტომ რომ სტრესით ხარ მთლიანად გაჯერებული, ყველა უჯრედი შენი და ბოლოს ისევ ადიხარ იმ წონაზე რა. ამიტომ შენი რატომ არ უნდა იყოს უბრალოდ მოკლევადიანი რაღაც 2-3 თვით. მაგიტომ ვერ უნდა გქონდეს რომ დარბაზში ვერ გააგრძელებ მუდმივად ვარჯიშს და ზოგადად ვერ გექნება წესიერი ტანი, თუ შენი მიზანი არ არის თქვათ სწორად ცხოვრება, ან უბრალოდ მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, ხო? პირველ რიგში რატომ უნდა იპოვოთ და თან ძალიან მნიშვნელოვანია ეს.